ისინი ცნობენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის ახდენენ დამყარებას. გასაგებია ზოგადად, ანუ საელჩოები მის მერე იქმნება. თუმცა ისტორიაში და რეალობაში არის ესეთი რაღაცა, აი მაგალითად სერბეთი, ქვეყანა, რომელსაც მოკვეთეს, წაართვეს კოსოვო, რომელიც იგივე, ასე რომ ვთქვათ, არის სერბეთისთვის, როგორც ქართველებისთვის არის მაგალითად ცხეთა. კოსოვო და მეტოხია. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა და სადღაც 70-მდე ქვეყანამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სერბებს არ გაუწყვეტია ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა. ჩვენ ეს ტრადიცია გვაქვს, რომ ესეთი ვინც აღიარებს საქართველოს, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მასთან წყვიტავთ დიპლომატიურ კავშირს. არა ესეთი ბევრი ქვეყანა, მაგრამ რაც არიან, მეც არ მინდა სხვათა შორის როგორც ქართველს, იმ ქვეყნებთან მქონდეს დიპლომატიური და რამენაირი ურთიერთობა, რომელიც პოლიტიკური ურთიერთობა, რომლებიც ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ არაა საუბარი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კავშირებზე, პოლიტიკურ კავშირებზე არის საუბარი. თუმცა აქაც საინტერესო ამბავი არის, ახლა პოლიტიკა ემოციებზე არ იგება, ხო? მაგალითად იაპონია, როდესაც ორჯერ ბირთვული ბომბით დაბომბეს ამერიკელებმა, მიუხედავად ამისა, დიპლომატიური კავშირები არ ქონიათ გაწყვეტილი ერთმანეთთან. ამიტომ ეს ცოტა რთული საკითხი არის და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე პირველ რიგში უნდა იყოს ჩემი აზრი არის ასეთი, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი უნდა იყოს ჩამოყალიბებული და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა კი არა, შემოწმება ელემენტარული რომ ვთქვათ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგი დაიწყო ყოველგვარი შრომავლების გარეშე, შეიძლება ატყდეს ერთი წივილ-კივილი, რომ ეს რა ხდება და როგორ ხდებაო და იმიტომ რომ საქართველოში გამოზრდილი არის ეს სამოქალაქო არმია, რომლებისთვისაც ეს დღეს ტრამპი ამბობდა სხვათა შორის ყოველ მეორე სიტყვაზე რუსეთი გაგერიათ ენაზეო, კაცო, ეს ვიდან მოყოლებული ეს სინდრომი, ეს სცენი, აი გლობალისტების და ლიბერასტების დაავადებით იყო მოდებული. რთული სიტუაცია არის, მაგრამ რომელიღაცა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები და სიმართლე გითხრა, ხო, ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან ჩვენ უფრო გჭირდება ქართველებს, ვიდრე ეს რუსებს გჭირდება, იმიტომ რომ მე პირადად ახლა მეორე მხრის შვილი რომ ანუ რუსეთის პოზიციიდან რო ვილაპარაკო, ნამდვილად არ მექნება საქართველოსთან სალაპარაკო არაფერი, იმიტომ რომ ტერიტორია ომი უკვე მოგებული მაქვს, ტერიტორიები უკვე წართმეული მაქვს, ჯარი უკვე ჩაყენებული მაქვს, ჩემი საქმე გაკეთებული მაქვს, ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი მაქვს და არ მინდა რა ლაპარაკი დამანებე თავით ხო რა, ვეთყოდი პირდაპირ რა, გააგრძელი ასე ცხოვრება თქო. ლაპარაკი გჭირდება ჩვენ, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, თორე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ორადორი პრინციპი არის საერთოდ და ორადორი გზა არის. ერთი არის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე დიპლომატიური იმით. ახლა ჩვენ არც ერთს და არც მეორეს არ მივმართავთ და რა ვიცი, რა გითხრა, თუ ვინმეს იმის ჯერ კიდე თავში ასე უტრიალებს, რომ რუსებს ომს მოუგებთ გადაშენების პირას მყოფი ერი, შეხედოს აგერ უკრაინას და უკეთესად ვიხდება. ხო და მოდი რა, აფსი, ახლა სადაც გინდა იქეთ, გინდა ალტინფოსთან აფსი და გინდა სადაც გინდა იმათა შენაირი პროვოკატორების თავი არ ამაქვს. შემოგარგო რა. ეს ახსენდეთ, ხوار დაისო, კიდე ხوار დაისტრესე. ზელენსკის ის ხო არა გაქვს შენს ბალიში თავქვეშ დადებული. ამ სლიკიანმა ქალებმა არ წეიღენ ტვინიაცო. ახლა ჩემი პროგნოზები, ჩემოძმაო ის არის, რომ ჩემი პროგნოზები არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ მე ამოვდივარ ყოველთვის რეალური პოლიტიკიდან და რეალური მოვლენებიდან გამომდინარე. ჩემი შეხედულება არის ესეთი რამე, რომ რასაც ზელენსკი აკეთებს და რასაც საერთოდ ეს ევროპელები აკეთებენ, ეს ხელს უხსნის თავიდან ბოლომდე რუსეთს იმოქმედოს უკრაინაში ისე როგორც უნდა. მით უმეტეს, აი ახლა თუ ამერიკელების მხარდაჭერა საბოლოოდ გამოაკლდება უკრაინას,